მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით. საქართველოს მინდა 26 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ვისაუბრო. მაგრამ მანამდე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, სოლიდარობა გამოუცხადო ლაშა ჩხარტიშვილს, რომელსაც ხელისუფლება უპირებს დაკაებას, დაჭერას, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება. და ხელისუფლებამ კიდევ უფრო დაიწყო მოჭერა და მოჭერა, ახლა მეტი რაღა უნდა მოუჭიროს, მაგრამ კიდევ უჭერს და ადამიანები ვისგანაც ჯარიმებს ვერ იგებენ, არადა ლაშას რა გააჩნია, ერთი პატიოსანი კაცია, ერთი მებრძოლი ადამიანია და ამიტომ ვისგანაც ჯარიმებს ვერ იგებენ, იმას უპირებენ დაპატიმრებას. ეს ერთ-ერთი კიდევ მექანიზმი ჩართო ხელისუფლებამ. ამიტომ მე ჩემი აქიდან გადმოსახედიდან უკვე ჩანს რომ კულმინაციაზეა ეს ბრძოლა უკვე მისული, ან ვიმარჯვებთ ჩვენ, ან იმარჯვებენ ისინი, რაც კატასტროფა იქნება საქართველოსთვის. და ამიტომ 26 მოუწოდებ ყველა ადამიანს, მოუწოდებ ჩემი პარტიის წევრებს, მოუწოდებ გულშემატკივრებს, რომ ყველანი გავიდეთ 26 მაისს. და მინდა მოუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, მოუწოდო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა და ხელისუფლებაში მეიაზრებენ თავის თავს, მინდა მათ მოუწოდეთ, იცოდეთ. თქვენი იმის გამო, რომ თქვენ ვერ ახერხებთ ერთმანეთთან საუბარს, იმის გამო, რომ თქვენ ვერ ახერხებთ პროცესების წარმართვას, პოლიტიკური პროცესების გაცოცხლებას, თქვენ სინდისზე და თქვენ კისერზეა ამ დაჭერილი ადამიანების და თუნდაც ლაშას ბედი და თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი. ამიტომ მოგიწოდებთ, დროზე გადადგით ნაბიჯები, დროზე დადებით გეგმა და მოუწოდებ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა რუსთაველის ქუჩაზე ყოველდღიურად გადიც. ზეწოლა გააძლიერეთ პრეზიდენტზე, გააძლიერეთ პარტიებზე, რა თქმა უნდა ზეწოლა უნდა იყოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, მაგრამ ზეწოლა უნდა გაახორციელდეს ამაცეც, მიტომ რომ რეპრესიებს ისინი გააგრძელებენ, მიტომ რომ კულმინაციაზეა უკვე ყველაფერი მისული და ძალიან ცოტა დრო დარჩა. და მინდა გითხრათ, რომ 26 აპრილს რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რომ კიდევ გადადგან ნაბიჯი და გარე გამოვიდნენ, მათ უნდა მივაწოდოთ თუ რას ვაპირებთ 26 აპრილის შეკრების შემდეგ, რა ფორმით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, როგორ ვაპირებთ ამას, რომ იმედი გაჩნდეს, შევიკრიბებით და კრება დარჩება მხიარული. ასეთი რო არ მოხდეს, მე მგონია უკვე დასადებია გეგმა. აი მაგალითად დიდუბესთან ხო იკრიბებით, გადავკეტოთ და ბოიკოტი გავაჩეროთ, გაფიცვა, მოვაწყოთ მეტროსი. ამას არ უნდა არც ლიანდაგებზე ჩახტომა, ამას არ უნდა არაფერი, 500 ადამიანი ერთდროულად 300 ადამიანი ჩავიდეს და არ შევიდეს ვაგონებში, არ მიცეს ჩამოსვლის საშუალება და გაჩერებულია უკვე მეტრო. კანონდარღვე ვარა, ჩავდივართ, ვდგებით ბაქანზე და ვაფერხებთ მეტროს მუშაობას. რაღაც უნდა დაიგეგმოს, იმედი უნდა გაჩნდეს, რომ ადამიანები გამოვიდნენ, იმიტომ რომ მართლა დაიღალენ, მოვიდნენ, იყვენ 200,000, წავიდნენ, მოვიდნენ, წავიდნენ. იმედი თუ არ გავაჩინეთ, ხალხის გამოყვანა გაჭირდება. არადა ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება, თუ კი ამას არ მივეცით მეტი მუხტი და თუ კი არ დავარწმუნეთ ადამიანები, რომ ახლა უკვე გამარჯვებას ვიზეიმებთ. ახლა უკვე ასე არ დავიშლებით. არამედ გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმით ბრძოლას. მადლობთ ყურადღებისათვის.